შემოქმედი პედაგოგი ქალბატონი ნანა ბებია, თუმცა სანამ ნანა ჩვენთან მოვიდოდეს, თიკო გთხოვ ჩართო ფირი. მაღაზიის გამყიდველებს უფასოდ შეეძლოთ ეჭამათ ტკბილეული და ნაყინი რამდენიც უნდოდა. როცა ლუკმა გადამცდებოდა, მეუბნებოდნენ, ჭერში ნათლია. მეც გულუბრყვილოდ მივაჩერდებოდი ჭერს და ვეძებდი. მეგონა, რომ ტელევიზორში ადამიანები მართლა ისხდნენ და მიკვირდა, როგორ ეტეოდნენ. ტელევიზორის ყუთს ხშირად ვათვალიერებდი. მეგონა, ფილმებში მართლა იხოცებოდნენ და მერე სხვა ფილმებში რომ ხედავდი, უფრო და უფრო მიკვირდა, აქ როგორ არიან მეთქი. როცა მანქანით უმგზავრობდი, ასე მეგონა სახლებიც და ხეებიც ჩემკენ მორბოდა. მეგონა რომ თუ კურკას სადღაც გადავაგდებდი, იქ აუცილებლად ამოვიდოდა. მეგონა ჩემი თოჯინების საღამოობით ცოცხლდებოდნენ. ახლოს დავისვამდი და ბევრს ველაპარაკებოდი. მეგონა არსებობდნენ სახლის ჯუჯა კაცუნები, რომლებიც სახურავზე ცხოვრობდნენ და მე ვერ ვხედავდი. მეგონა მასწავლებლები არც სვამდნენ და არც ჭამდნენ, იმიტომ რომ მასწები იყვნენ. ქუჩაში ყველას უნდა მივსალმებოდი, თუნდაც ნაცნობი არ ყოფილიყო. მეგონა წვიმის დროს მზე მართლა პირს იბანდა. მეგონა რომ მე კი არ ვიზრდებოდი, არამედ ჩემი ტანსაცმელები პატარავდებოდა. მეგონა ადრე ცხოვრებაც შავ-თეთრი იყო, როგორცაც ძველ ფოტოებსა და ფილმებში ვხედავდი. მეგონა თუ ცისარტყელის ქვეშ გავირბენდი, ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ამისრულდებოდა. ჯიბეში ხურდა ფული დავთვალე და ვაძლევ აფთიაქარ შეკვეთას. მომეცით ვარდისფერი სათვალე, რომელიც ბავშვობაში მეკეთა. ახლა კი გრძელდება აღმოჩენა და გაცნობა შემოქმედი მასწავლებლების ფარტო საზოგადოებისათვის. 131 სკოლის პედაგოგი ნანა ბებია. ქალბატონ ნანას ვთხოვ, მოვიდე შენთან. უფრო კარგად რომ გაიცნოთ ჩვენს მაყურებელს, თქვენ თავზე რო ისაუბროთ და როგორც ვიცით, თქვენ დღეს ჩვენთვის გაქვთ მომზადებული ლექსი და რომ გაცნოთ მაყურებელს. მადლობა ორგანიზატორებს ამ პროექტისთვის, ასეთი მადლიანი საქმისთვის, კეთებისთვის, წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ დიდ საქმეში. მადლობა იმისათვის, რომ ყველა თაობა გააერთიანეთ, პატარები, დიდები და ასეთ აღმოჩენებს აკეთებთ. ჩემ წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი, გამოფიტული და დაქანცული. გინდა გაჩუქე, თუმცა ამ ფოთოლს ვინ გააჩერებს შენს გალიაში? ან ვინი ფიქრებს, რომ ეს ფოთოლი მე შემოგიგდე და არა ქარმა? ქარს მხოლოდ მიაქვს, ქარს სიტყვაც მიაქვს, მაგრამ ხანდახან განგებატანე, რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი. ქარი მოვარდა, ქარმა მომაგნო, ქარს გავეკიდე, ქარის ბრალია, ქარით დაღლილი, ქარად ვიქეცი, ქარო როდემდის ვიქნები ასე. მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი, რომელსაც უნდა გადავერჩინე. ის ცალკე იჯდა და იცინოდა. მე კი მიყვარდა და ბრაზდებოდი. დავრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს ვერ ვიპოვიდი საჭირო სიტყვას. და ყველაფერი გადაწყდა უცებ. მან გაისწორა ლამაზი თმები, ლამაზი კაბა და შემომხედა, როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს. შეინარჩუნე თუ შეგიძლია, ნაწილი მაინც შეინარჩუნე, თორემ უმზეოდ
გაგიჭირდება 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 როგორ მინდა ბაგი მარცხვი მა გაგონება შენი ხმის შენი ნაღულიანი ხმა ისევ ძველი ისევ თბილი მკრთალი ოქტომბერის თვე და სიმღერა შენ რომ თქვი ისევ ზევით ისევ დიდი ლურჯი მზე მკერდიდან რომ სისხლი დის მაგრამ თინა შენ შორდები თანდათან ჩემზე უკეთ აბავი ვინ უმღერის დაღლილ ტანს თუმცა კმარა მე კვლავ მინდა გავიგონო შენი ხმა და სიმღერა შენ რომ თქვი ჩვენ გავხსნით თქვენ დიპლომს. აში თუ შეიძლება. მადლობა თქვენ, იმისთვის რომ ხართ ჩვენი მეგობარი და იმედია ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება.